აქ წუთიერი დუმილი იქნება და გავაგრძელებთ რეპორტაჟს. წუთიერი დუმილი ეძღვებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას, კიდევ ერთხელ უსამძიმრეთ სრულიად საქართველოს და ქრისტიანულ სამყაროს ილია მეორის გარდაცვალებას. წინ ერთი ცენტრ ფორვარდი ზურაბ მუსელიანი 21 ნომრი დაიწყო ამასობაში შეხვედრა დინამოელებმა შეიყვანეს ბურთი თამაში. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ იტალიელი დიეგო ლონგო. ორივე გუნდი ერთნაირი ტაქტიკით გასულ სეზონის დასრულებამდე ჯერ ერთი ვახსენეთ დილასთან ის შეხვედრა, რომელიც 2-2 დასრულდა, მაგრამ მანამდე ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ. ლაშა მენთეშაშვილი ახერხებს ამ შეხვედრაში გოლის გატანას. მე-20 წუთზე მსგავსად წინა მატჩისა მენთეშაშვილი ამ შეხვედრაშიც ხდება გატანილი გოლის ავტორი. თითქოს დინამოს მხრიდან მზადდებოდა გოლი, მომწიფდა კიდეც, მაგრამ გოლის გატანა მოახერხეს სტუმრებმა, გორელმა მოთამაშეებმა. ნახოთ განმეორებით ეს ეპიზოდი და გამოჩნდება თუ რა მოხდა აქ. ლაშა მენთეშაშვილს უკვე 2 გოლი დაუგროვდა აქ. ლორიას გადაცემა, მერე უკვე უკან აბრუნებდა აბდულა იორო პასს და საბოლოოდ ჩაჭრეს დილას მოთამაშეებმა და მშვენივრად ისარგებლეს ამ შეცდომით დილას მოთამაშეებმა. საგოლე გადაცემის ავტორი გახდა კანადელი მოთამაშე ტრეი ფულერი და გოლის ავტორი, როგორც მოგახსენეთ, ლაშა მენთეშაშვილი. თავიდანვე ვთქვით, როდესაც მენთეშაშვილი გადმოვიდა დილას შემადგენლობაში და აღვნიშნეთ ეს ყოველივე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა 23 წლის შემტევი ნახევარმცველი დილასთვის და ასეც მოხდა ხომ რეალურად. მან უკვე მოახერხა ერთი გოლის გატანა წინა შეხვედრაში ტორპედოსთან, თან გადამწყვეტი გოლის სტატუსი ჰქონდა იმ გოლს. საფინალო სასტვენის ხმას აბდულაი ბარსოსეი გახდათ ეს მოთამაშე გვასალია. 1-1 დინამო თბილისი ახერხებს წონასწორობის აღდგენას. პირველი ტაიმის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე გიორგი გვასალია ხდება გატანილი გოლის ავტორი. ეს უკვე მისი მეორე გოლია დინამო თბილისის შემადგენლობაში. წელს ნამდვილად არ და ვერ ხდება. თუმცა საკმაო პერიოდი გავიდა უკვე პრინციპში სეზონის დაწყებიდან, მაინც მით უმეტეს ეს ანაკრებო პაუზაც გუნდებს დაეხმარათ ალბათ უახლოეს ტურების წინ მომზადებაში. ნახოთ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში და რთქმა და დილა დაწინაურდა. გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ მუსელიანი. 1-2 სტუმრები ისევ წინ გადიან მსგავსად პირველი ტაიმისა და ზურაბ მუსელიანის პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ. იგი გაგრაში თამაშობდა მოგეხსენებათ 2023 წელს, მერე კორეაში, ბოსნიაში და კვიპროსში განაგრძო თავისი კარიერა, დაბრუნდა ჩვენს ჩემპიონატში. 2023 წელს თანაბომბარდირიც გახდა მუსელიანი და ახლა სწორედ მისი თავურით გორის დილა გადის კიდევ ერთხელ წინ. მე მგონი აქ ბურთი მენთეშაშვილმა ჩააწოდა, კი ბატონო. ლაშა მენთეშაშვილის საგოლე გადაცემა და ზურაბ მუსელიანის გოლი. ძალიან დიდ როლს ასრულებს მენთეშაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოთამაშე ხდება თამაშიდან თამაშამდე და შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის უკან ამ სეზონის დაწყებამდე დაიმატა გორის დილამ როგორც ლაშა მენთეშაშვილი, ასევე ზურაბ მუსელიანი. ასე რომ გორის დილას შემადგენლობაში მუსელიანის სადებიუტო გოლი გახლავთ 26 წლის ფორვარდმა თავისი გუნდი დააწინაურა. მას მოპოვებულ სამ ქულას. ასე რომ ნახოთ ამ ბოლო წამებში თუ შეძლებს დინამო წონასწორობის აღდგენას და ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გამეორებას. აუტიდან მოაწვდიან ახლა დილას მოთამაშეები ბურთს. ამოიწურა უკვე ის 6-ვე წუთი, რაც დაემატა შეხვედრის ძირითად დროს. როგორც ჩანს, რამდენიმე წამს ჯერ კიდევ მისცემს ირაკლი ხერხაძე გუნდებს სათამაშოდ დილა შეტევაში. შეიძლება ალბათ უკვე დარტყმაზე ფიქრი და საბოლოოდ ლორია გზავნის ბურთის მეტოქის ნახევრისაკენ. აქ რომ არის კი თუ თამაშობს ყურადღებით, ისევ დილას მოთამაშეები და ეს უკვე საფინალო სასტვენის ხმა გახლავთ გორის დილამ სტუმრად თბილისში დინამო თბილისის წინააღმდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.